ძალიან საინტერესო ვიზიტი მქონდა ბრიუსელში, იმიტომ რომ მთელი კვირა ფაქტიურად მომეცა შესაძლებლობა, რომ სრული სპექტრი მომეცვა ევროპარლამენტი იცით რომ მუშაობს რეზოლუციაზე, რომელსაც მომავალ კვირას დაამტკიცებდა და რა თქმა უნდა ევროპარლამენტში საქართველოს ყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ეს აისახება მათ შორის ვფიქრობ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც რეზოლუციის სახით იქნება მიღებული მომავალ კვირას. მაგრამ ამავე დროს მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დამაიმედებელია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგული მხარდამჭერები და მეგობრები ყავს ქართულ ხალხს, ძალიან შემაშფოთებელია უკვე სად არის ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად საქართველოს დღეს აბსოლუტურად ამოღებული არის უკვე გაფართოების კონტექსტიდან, ანუ ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ რაღაც ფორმალურად ვინარჩუნებთ კანდიდატის სტატუსის რაღაცა ამ სტატუსს, ეს არის სრული ფორმალობა. მარტივად რო ახსნა, შეიძლება მსმენელისთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, იმიტომ რომ როგორ მუშაობს ბრიუსელი და ევროკავშირი, ეს არის ძალიან დიდი ბიუროკრატია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენიქ სათხარ განთავსებული, ხო, ისინი სად მოგათავსებენ. აი მარტივად რო ვთქვა, მაგალითად რეორგანიზაცია, როდესაც მოხდა გაფართოების შესაბამისი სამსახური, საქართველოს ამოიღეს უკრაინის და მოლდოვის დეპარტამენტიდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, რატო? იმიტომ რომ აღარ არის ხო იგივე პოლიტიკა, რაც დღეს მაგალითად მოლდოვასთან მიმართებაში უნდა აწარმოოს ევროკავშირმა, აღარ არის აქტუალური საქართველოსთან მიმართებაში და ჩემთვის მართლა აი რაღაცა სომხეთმა შესაძლოა გაგვასწროს კიდეც თვასე მოლდოვას კონი გასწრებული ცალში. მოლდოვა წარმოუდგენელია და როდესაც ამაზე ვფიქრობ, რომ ჩვენ რამხელა შანსი დავკარგეთ, ეს მართლა ძალიან ძიმია, იმიტომ რომ უბრალოდ გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაგვაჯგუფეს და არა იმ პოლიტიკური და ორიენტაციის კუთხით, სადაც ვიყავით ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან. მოწინავეები ხო? ანუ ჩვენ აწლეულების მანძილზე გვინდოდა რომ დაგვემარცხებინა, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის ეს არის, რომ გეოგრაფია არის ასე ვთქვათ, ბედის წერა და ჩვენ რაღაცნაირად დავამარცხეთ ეს ხო, რომ ქვეყანა რომელიც არის, რომ ისეთ მდგომარეობაში ევროკავშირის წევრი ქვეყანა უშუალოდ ჩვენი მეზობელი არ არის, ჩვენ აღმოჩნდით პოტენციურად გაწევრიანების, ასე ვთქვათ, მოლოდინში მყოფ ქვეყნებს შორის და გეოგრაფიის ხსენება საქართველოსთან მიმართებაში იყო უკვე მიუღებელი ფაქტორი. ანუ ამას ვეღარავინ ვეღარ ახსენებდა ამ მდგომარეობაში ვიყავით. უნდა, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ იმითი რომ შევქმენით რაღაცა ასე ვთქვათ რწმენა, რომ ქართველების ძალიან მყარი არჩევანი არის ევროპა, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი როგორც საზოგადოებას, რომ შევქმნათ ევროპული სახელმწიფო, ამითი შევქმნით ჩვენი ახალი ადგილი, ხო, ამ ევროპულ სივრცეში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა რუსების მოთხოვნით გამოგვაგდო მთელი ხალხი, მთელი ქვეყანა. იმიტომ რომ ეს ხო არ არის ქართული ხალხის არჩევანი, აი ყველა თუნდაც ახლა ჩატარებული გამოკითხვები ნახეთ, 90% ქართული ხალხის ამბობს, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირში. და ყავს შენ დღეს დე ფაქტო არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც არჩევნების მერე გააუქმა ეს არჩევანი, მათ შორის საკუთარი ამორჩევლის ნების წინააღმდეგ და ჩვენ ამოგვაგდო ამ სივრციდან და როდესაც ადარებ, რომ აი მოლდოვას დაახლოებით 20%-მდე არ მინდა შემეშალოს, მაგრამ უზარმაზარ დახმარებას აძლევენ მისი GDP-ს რაღაც 20%-მდე ფინანსურ დახმარებას, იმიტომ რომ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მართლა წარმოუდგენელია მთელი ევროპა არის მომართული იმაზე, რომ მოლდოვა იყოს წარმატების მაგალითი. და საქართველოს ამ დროს არის უჭერთ კიდევაც ამის გადახარშვა, იმიტომ რომ საქართველოს იმდენი ხანი და იმდენი წელი ითვლებოდა, რომ იყო მყარად ევროპული. მათაც გაეპარათ ეს მომენტი.